მოგესალმებით, მივესალმებით ეს მაყურებელს. ხო, დღეს გაიმართა სასამართლოს ხდომა, აფეთი ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ჩვენი დაწესებულის შემდგომლობა იყო, რომ გამოყენებული იყო აფეთი ღონისძიების სახით გირაო, თუმცა რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა. ხო, რა თქმა უნდა, ის დაეყრდნობა მტკიცებულებებს, რომ მტკიცებულებებით საფრთხეში პროკურატურამ წარადგინა. თუმცა აქ არ არის საუბარი მტკიცებულებებზე, აქ არის კვალიფიკაცია მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ალეკორისაშვილს ედავებიან ტერორისტული აქტის ჩადენას, ეს არის სასამართლოს მცდელობას, ანუ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას, ეს არის 19.63-ის პირველი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას და ზოგადად ახლა თუ ვინც მცირედი მეტის მაინც ერკვევა სამართალში, მარტივად მიხვდება, რომ და იცის რა თქმა უნდა, რომ როდესაც საუბარი არის ტერორიზმზე და ტერორისტულ აქტზე, ამ შემთხვევაში უნდა იყოს ამის მიზანი და მიზანი უნდა არსებობდეს, ეს უნდა იყოს უპირველესი მიზანი. ალექსანდრე ელისაშვილის აღნიშნული დანაშაულის ჩადენის მიზანი მას არ გააჩნდა, ის არ აღიარებს რა თქმა უნდა ბრალს, თუმცა აღიარებს მედებას, რომ ის იმყოფებოდა შენობაში. მას თან ჰქონდა თავისი საკუთარი იარაღი, რომელიც ტარების უფლებაც აქვს და მას რო ჰქონოდა ტერორისტული აქტის ჩადენის მთავარი მიზანი, მას შეეძლო მარტივად, იცით რომ კარგად ფლობს იარაღს, მარტივად შეეძლო 3 მანდატურის შეჩერება, მარტივად ვთქვათ, და შენობის გადაწვის, ასე ვთქვათ, დასრულებას. აქედან გამომდინარე, ის ჩანს, რომ მისი პრიორიტეტი იყო ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, მან შაბათს დილით განახორციელა და აღნიშნული მოქმედება, როდესაც დაკეტილი არის შენობა, როდესაც თანამშრომლები არ იმყოფებიან, მანდატურის იმ კონკრეტულ შენობაშიც არ იმყოფებოდა. ეს მივცდებს იმაზე, რომ მისი განზრახვა იყო სხვა, მისი განზრახვა და მიზანი იყო, რომ გამოეხატა პროტესტი უსამართლო სასამართლოს მიმართ. და იმ უდანაშაულო ადამიანების მხარდაჭერის აქტი განახორციელებია, რომლებიც ამ სასამართლომ მრავალი წლით გაუშვეს ციხეში. კაცები, ქალები, ბავშვები და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო მისი პროტესტის გამოხატვის ფორმა და არა რამე დანაშაული და რა თქმა უნდა არა მით უმეტეს ტერორისტული აქტი. აქ მნიშვნელოვანია, რომ ალეკო ელისაშვილმა დანაშაულის ჩადენისგან ხელი აიღო, ანუ ამას ხაზს უსვრო ეს ერთ-ერთი თავი გამომრიცხველი გარემოება ამ შემთხვევაში დანაშაულის, მას შეეძლო სისხლში მოეყვანა აღნიშნული ქმედება, იმიტომ რომ 19 ნაწილი, როცა არის საუბარი 19.63 მცდელობა, იმ შემთხვევაში ითვლება კონკრეტული დანაშაულის მცდელობა, როდესაც ის არ შეეძლო ბოლომდე მieყვანა დასწრაფამის მოქმედება და რაღაცა კონდიციის გამო იგი შეაჩერეს. ამ შემთხვევაში მას შეეძლო მieყვანა ბოლომდე იარაღი გამოეყენებია, თუმცა მას შემდეგ რაც დაინახა მანდატურის თანამშრომლები შენობაში, მან დანაშაულისგან ხელი აიღო და ცდილობდა ტერიტორიის დაკავებას, როდესაც ის უკვე დააკავეს. კი ბატონ გიორგი, იცით რა მინდა კითხვა, თქვენ ამბობთ, რომ ტერორიზმის მუხლი არ შეესაბამება იმას, რაც ელისაშვილმა ჩაიდინა. რა იქ როგორი იქნებოდა მაშინ აი რელევანტური ბრალის ფორმულირება, ესე ვთქვათ, აი რა იქ? ანუ რელევანტური რამდენად არის და შედარებით რელევანტური ამ შემთხვევაში ის მუხლი, რითაც თავიდან დაიწყო გამოძიება, ესეც ეჭვს აჩენს იმ კუთხით, რომ 2 დღის განმავლობაში გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სამართლის კოდექსის 197 მუხლის მეორე ნაწილის საფრთხეპუნქტით, ეს ნიშნავს ხუსინეთის დაზიანების მუხლით. და როდესაც ჩვენ უკვე გუშინ 4 საათზე უნდა გავცნობოდეთ ბრალის დადგენილებას, დაიგვიანეს 1 საათით დადგენილების მოტანა და გავარკვიეთ, რომ 9 საათის წინ შეიცვალა აღნიშნული მუხლი. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა, რა გახდა ამის საფუძველი, რატომ შეცვალეს? ანუ ფიქრობთ ალეკო ელისაშვილის, რომ ეს არის მიზანი კონკრეტულად ქართული ოცნების ხელისუფლების, რომ მაქსიმალურად იძიონ შური მისი წარსული, ასე ვთქვათ, აქტივობებისგან. მოგეხსენებათ, როგორ დაპირისპირებაში იყო ის ხელისუფლებასთან. კი ბატონო, და შემახსენეთ მაყურებელსაც შევახსენოთ, რამდენ წლამდე ითვალისწინებს პატიმრობას აღნიშნული მუხლი? ეს ითვალისწინებს 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. 10-დან 15 წლამდე პატიმრობას. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველი